დღის განმავლობაში მიმდინარე ყველა ახალი ამბავი ერთ გამოშვებაში. საინფორმაციო გამოშვება ექსპრესი. რადიო 24-ის ეთერში. საინფორმაციო გამოშვება. ეთერში რადიო 24-ის საინფორმაციო გამოშვება ახალ ამბებს გიორგი ლაღიძე გაგაცნობთ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეატრო ლუკიანს აცნობა, რომ ზურაბ ბადეიშვილი 5 ოქტომბრიდან მშობლებაში იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თინა ბურჯალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ თეატრო ლუკიანმა განუცხადა. მე ვიცი, რომ ის არის ავსტრიაში, თუმცა ბურჯალიანისგან დღეს მოვისმინე, რომ ის იმყოფება დამსახურებულ მშობლებაში. მე არ მევალება დავინტერესდეთ, თუ სად იმყოფება კერძო პირის მშობლებაში, აღნიშნა თეატრო ლუკიანმა. ამასთან სააგენტო ინტერპრეს ნიუს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ადეიშვილი ოჯახთან ერთად ქალაქ ფრანკფურტში შენიშნეს. პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თამაზაშვილმა ყდანის მერვე სასჯელ ასრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დადოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ უდანაშაულო და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში. მისივე თქმით, აღშფოთებულია წინა საარჩევნო ტელევიზიებით გადაცემული რგოლებით იმის შესახებ, თითქოს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან. საპატიმროსთან თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ. უზენაესი სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორს დამსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 9 ოქტომბერს დაამტკიცა. სასამართლოს ცნობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლის და 6 თვითვადით თავისუფლების აღკვეთა მიისაჯა. ტელეკომპანია იმედი ეკონომიკის განათლების, გარემოს დაცვის და ფინანსთა მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. იმედის ცნობით, ქართული ოცნების ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ დავით მირცხულავა დაიკავეს. ფინანსთა მინისტრის პოსტზე განიხილება ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა, რომელიც 2005 წლამდე ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრად მოიაზრება ალექსანდრე კარტოზია, ხოლო გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატად წონეთა პარტიის ხელმძღვანელი გიორგი გაშიშვილი სახელდება. მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიებს კოალიცია ქართულ ოცნებაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ამ დრომდე 7 მინისტრის პოსტი ვაკანტურია. ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანია შპს მედია ჯორჯიამ ტელეკომპანია რუსთავიორის 40%-იანი წილი, რომელიც 4 ოქტომბერს იყიდა 5 დღის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი ყარამანაშვილს მიიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაჯი ავრცელებს. ყარამანაშვილმა იყიდა ასევე ჯორჯიან მედია კომპანიის კუთვნილი 50%-იანი წილი ტელეკომპანია მზეში. ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 9 ოქტომბერით თარიღდება. ქართული მედიის ცნობით, გიორგი ყარამანაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. ისინი კიევში სწავლის დროს უფლები იყვნენ. მასზე პრეზიდენტმა 2005 წელს საჯარო გამოსვლისას ისაუბრა, როდესაც აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ჩემს მეგობარს გიორგი ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული 4 სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჯამჩირეში. როდესაც გია ყარამანაშვილს დაუბრუნებენ ამ 4 სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით საავტორო გადაცემების რეპორტაჟი ვახო სანაიესთან ერთად და ევროპული არჩევანი ავტორი ვახო სანაია და მისი 5 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სანაიეს და 5 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას ბრძანების ასლი გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანაიესთან ერთად გათავისუფლებულები არიან გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერები რუსუდან ვაშაკიძე და დავით ქართველიშვილი და კორესპონდენტები მარიამ ოშხნელი, მარიკა სიხარულიძე და თამრიკო სურგულაძე. ვახო სანაიამ Facebook-ში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საფრთხის ხელმძღვანელთან ლევან გახელაძესთან და გიორგი ჭანტურიასთან შეხვედრის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ასეთ შეხვედრაზე ცხოვრებაში არ ყოფილვარ, როგორ უსუსტურად ეძებდნენ მიზეზს კონტრაქტის გასაწყვეტად. ეს შეხვედრა ხელმძღვანელობის მიერ იყო ორგანიზებული და მათი დავალებით იღებდნენ, წერს სანაია სოციალურ ქსელში. ასეთი გახლავთ ახალი ამბები ამ დროისათვის რადიო 24-ის საინფორმაციო სამსახური მუშაობას 22 საათზე განაგრძობს.